ის რომ როდესაც ჩვენ გავაუქმეთ გეოლოგიური სამსახური, ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული პრობლემები. ანუ ამ შედეგებს ეხლა ვიწვნით, ასე ვთქვათ 2006-2007-ში გაუქმდა ეს გეოლოგიური სამსახურები და ეს გარკვეულად პრობლემებს ქმნის, იმიტომ რომ გეოლოგიის სამსახურს ჰქონდა დირექტიული უფლება, მას შეეძლო აეგზალა ან დაეშვა რაღაცის კეთება ადგილზე. ამ შემთხვევაში, ხარაგაული შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს თითქოს, მაგრამ ზოგადად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ ისე სწრაფად, როგორც უნდა მიღებულ ყოფილიყო, ანუ ჩვენ რო გქონდეს გამართული, კარგად ორგანიზებული გეოლოგიური სამსახური, ძალიან ბევრი რაღაცების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ამას კიდე უნდა ემატებოდეს ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ხო? პირველ რიგში საშტატო განრიგებში, მუნიციპალიტეტებში უნდა დაჯდნენ სპეციალისტები. ანუ ყველა პროფესიას ვცემ ძალიან დიდ პატივს, მაგრამ საბუნებისმეტყველო სპეციალისტები თითქმის არ მუშაობენ მუნიციპალიტეტებში და ვერ გააკეთებს, ვერ წაიკითხავს რუქებს არასპეციალისტი, გაუჭირდება, როცა სპეციალურად ამისთვის ვამზადებთ ხალხს. ანუ ჩვენ ბევრი სპეციალისტი გვჭირდება საბუნებისმეტყველო, სამწუხაროდ გვაყავს ძალიან ცოტა, იმიტომ რომ არ არის ეს პოპულარული უწყებებისთვის სამწუხაროდ და კადრების ნაკლებობა აშკარად გვეტყობა რა.